ხვეწდები შევაჯამო განვლილი 4 წელი, პრინციპში მე ცოტა უფრო მეტი მომიწია ყოფნა. 2020 წლის აგვისტო იყო, როდესაც მე რაგბის კავშირში შემოვედი და საკმაოდ რთული პერიოდი იყო. ბევრს აღარ ვისაუბრებ ამაზე, იმიტომ რომ ყველას ძალიან კარგად ახსოვს თუ რა პრობლემების წინაშე იდგა ქართული რაგბი. და საბედნიეროდ 2021 წლის მარტიდან, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და სოსო ტრემალაძე გახდა პრეზიდენტი, მას შემდეგ დაიწყო ახალი ციკლი ქართული რაგბისთვის, ერთგვარი განვითარების. ყველაფერი კეთდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გუნდურად და ჩვენი სტრუქტურაც რომ ნახოთ, ესეთი არის, არის პრეზიდენტი, არის აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორები. შესაბამისად გვაქვს დირექტორთა საბჭო, რომლებიც მთელი 4 წლის განმავლობაში ერთად ვიღებდით ყველა გადაწყვეტილებას, ერთად ვიყავით ყველა პროცესში ჩართულები. ვფიქრობ, რომ ეს 4 წლიანი ციკლი ნამდვილად ისტორიული იყო, თავისით ერთნაკრები გუნდების წინააღმდეგ გამარჯვებით, IPCR-ზე 2 ისტორიული გამარჯვებით, შავი ლომის შექმნით და მისი მონაწილეობით ამ ტურნირზე. გამოვარჩევდი საკლუბო აკადემიებს, რომელიც ვფიქრობ, რომ ისტორიული პროექტი არის. და პროექტად ესე არ ვიტყოდი, მაგრამ შავი ლომის ჩართვა IPCR-ზე და შემდგომი ნაბიჯი იქნებოდა ალბათ ასევე ისტორიული, გაცილებით დიდი ისტორია, ეს არის ჩვენი მონაწილეობა URC-ში. რაც სრულიად ცვლის ქართული რაგბის რეალობას და მრავალი სხვა გზა გაიხსნა, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა მსოფლიო რაგბისთან, IPCR-თან, URC-თან, ექვსერის ორგანიზაციასთან იმ კუთხით, რომ ღია არის კარი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, რაც აქამდე ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. და რამაც ძალიან ბევრი შედეგები მოგვიტანა იგივე ერთნაკრები გუნდებთან ამდენი თამაში ბოლო წლებში ისტორიაში არ ქონია. მაგრამ გამორჩევით, ალბათ რასაც გამოვარჩევდი, ეს არის შავი ლომის შექმნა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ შექმნილი იყოს სანაკრებო ფრანჩიზა და რეალურად დღესაც 50-60% მუდმივად ეროვნული ნაკრების მოთამაშეები არიან შავ ლომში. დანარჩენი არიან მოთამაშეები, რომელსაც პერსპექტივა აქვთ, რომ მოხვდნენ ეროვნულ ნაკრებში. და ასევე რამოდენიმე ვეტერანი მორაგბე, რომელთა იქ-ყოფნაც აუცილებელი არის იგივე შედეგებისთვის, გუნდის დაბალანსებისთვის და ასე შემდეგ. არ იყო მარტივი პროცესი, თავის ფინანსებით, თავისი საორგანიზაციო ნაწილით, საოპერაციო ტექნიკურად და ასე შემდეგ. და პირველი გზაა ჩვენ გაგვიხსნა რაგბი ევროპის სუპერთასმა. ეს იყო საშუალება, სადაც ჩვენ შეგვიძლია პირველი ქართული ფრანჩიზით მიგვიღო მონაწილეობა. და პრინციპში ეს შედგა. უკვე შემდგომი ნაბიჯებს ვეძებდით, რა იყო გამოსავალი იმისთვის, რომ შავ ლომს მისცემოდა საშუალება გაეგრძელებინა სხვადასხვა მაღალი რანგის ტურნირებში მონაწილეობა. და ერთგვარი ესეთი შანსი გაჩნდა, როდესაც ჩვენ დავესწარით IPCR-ის ტურნირების ფინალებს და ძალიან კარგი შეხვედრა გაიმართა იქ დომინიკ მაგაისთან, რომელიც დღეს ჩვენი ძალიან კარგი მეგობარი არის და ჩვენ შევძელით, რომ მოხვედრილიყავით Challenge Stars-ი, რაც ვფიქრობ, რომ ისტორიული შედეგი იყო ქართული რაგბისთვის გარდამტეხი და ჩვენ საშუალება მოგვეცა, რომ გვეთამაშა ძალიან მაღალი რანგის ტურნირზე, სადაც 2 ისტორიული გამარჯვებაც მოვიპოვეთ უკვე 2 სეზონის განმავლობაში. და გუნდებთან, რომლების ბიუჯეტიც 10-ჯერ აღემატება ქართული რაგბისას, აღემატება ასევე ისტორია მათი მონაწილეობის, ზოგიერთი 150 წლიანი გუნდი იყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გარდატეხი ეტაპი დაიწყო. როგორც მოგეხსენებათ, რაგბის კავშირმა ერთობლივად მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სუპერთასი დაგვეტოვებინა. გასულმა სეზონმა პრინციპში ყველანაირ კითხვაზე გასაპასუხი უნდა დავჩენილიყავით ჩვენ იქ თუ არა. ტურნირმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენს განვითარებაში, სწორედ ეს იყო პირველი ჩვენი ნაბიჯი, სადაც ჩაერთო შავი ლომი. თუმცა დღეს უკვე ვეღარ პასუხობს ვერანაირ გამოწვევას. აქედან გამომდინარე, განვიხილავთ რამოდენიმე ვარიანტს, თუნდაც წელს სექტემბერში, რითი უნდა შეივსოს ეს ყველაფერი. იყო საუბარი ერთგვარ თბილისის ტურნირზე, იყო საუბარი სხვადასხვა ბრიტანეთში, ავსტრალიაში ან სხვადასხვა ქვეყნებში ჩასვლის და იქაურ ფრანჩიზებთან თამაშის ერთგვარი ტესტ თამაშების სახით. და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა URC, რომელსაც ჩვენ ველით. ძალიან კარგი შეხვედრები დაიწყო შარშან შემოდგომაზე, ძალიან კარგი პრეზენტაცია გავუკეთეთ მათ და ამ პრეზენტაციას, როგორც ვახსენე, სრული მხარდაჭერა მოყვა მთავრობის მხრიდან და მზაობა იმისთვის, რომ გუნდი გაძლიერდეს, ფინანსურად დავიხარჯოთ და ჩვენი მხრიდან პრინციპში ყველა ნაბიჯი არის გადადგმული იმისთვის, რომ ჩვენ იქ ვიყოთ. შეხვედრები გრძელდება ყოველთვიურად, ან ჩვენ ჩავდივართ, ან ისინი ჩამოდიან. ეხლა მაგალითად მაისში გვიწევს ისე მსოფლიო რაგბისთან შეხვედრები, IPCR-ის ფინალებზე ჩვენი ჩასვლა, შემდგომ უკვე 5 ივლისისთვის ირლანდიის თამაშზე, ასევე ისტორიული თამაში და ამ დონის ნაკრები საქართველოში არასდროს არ ყოფილა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ტრიბუნები სავსე იქნება, გულშემატკივარი მოვა და რატომაც არა ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ კარგი შედეგი დაფიქსირდეს ჩვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ირლანდია არის. არავინ არ ელოდა იტალიასთან, არავინ არ ელოდა უელსთან.
იაპონიასთან სტუმრად, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან რთული არის ეს ირლანდია არის. რატო ვახსენე ირლანდია? ირლანდიასთან ჩვენ გვაქვს უკვე მოლოდინი, რომ მაღალი რანგის სტუმრები იქნებიან, როგორც ირლანდიის მხრიდან, ასევე მსოფლიო რაგბიდან, IPCR-დან, სხვადასხვა სარაგბო ორგანიზაციებიდან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სპორტული შედეგს რომ თავი დავანებოთ, ვაჩვენოთ იქ შედეგი საორგანიზაციო კუთხით, რა დონეზე ვართ ქვეყანა, ქვეყანა ჩვენც უნდა გავუხსნათ ქვეყანა, მათი კარის გახსნას ვითხოვთ, თუმცა საშუალება უნდა მოქცემოდა ჩვენს გავხსნათ ჩვენი ქვეყანა, ენახათ თუ სად ჩამოდიან. და ბევრი მათგანი ვისაც ეს პირველად მოხდა, ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ სხვა შეხედულების ვიყავით, თუმცა დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ თავიდან ბოლომდე აღმოყოფილებთ ერთ ნაკრები გუნდების მოთხოვნებს. სასტუმრო, ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა, ფრენები, ასე შემდეგ, ყველაფერი უკეთესი და უკეთესი ხდება. ეხლა პირდაპირ ფრენებიც ინიშნება ბრიტანეთის მიმართულებით, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი კომფორტი არის და ხელჩასაჭიდი არის მათთან საუბრის დროს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ისევ და ისევ განმეორდები. URC არის პრინციპში 6 ერამდე ერთადერთი გამოსავალი, რომ ქართულმა რაგბიმ წინსვლა გააგრძელოს. მსოფლიო რაგბიმ შემოიღო ახალი ტურნირი, ერთგვარი 1000, სადაც ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ აღმოჩნდით მეორე კალათაში და საშუალება არ გვექნება, რომ 2026 წელს მაგალითად ვითამაშოთ Tier 1 ნაკრებ გუნდებთან. ამ ტურნირიდან გამომდინარე, იმიტომ არიან გუნდები ტონგა, სამოა და ასე შემდეგ მსგავსი რანგის გუნდები არიან, ერთგვარი Tier 2 ნაკრები გუნდები და ეს დაყოფა ჩვენთვის სრულიად გაუგებარია. თუმცა ეს არის რაც არის. ამიტომ ჩვენ დღეს თანამშრომლობთ URC-სთან, ღია გვაქვს საუბარი და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ მივიღოთ მონაწილეობა URC-ის გათამაშებაში, რაც პირდაპირ გეტყვით, ციფრებში გეტყვით, 18 უმაღლესი დონის თამაში არის. 9-ში, 9 გარეთ, რაც სრულიად დააბალანსებს იმ დეფიციტს, რაც აქვს დღეს ქართულ რაგბის მაღალი დონის თამაშების კუთხით. იგივე 26 წელს, როდესაც ჩვენ არ გვექნებათ ეს თამაშები, შესაძლებელია გქონდეს URC-ზე თამაშები, რაც სრულიად ბალანსს გააჩენს ქართულ რაგბიში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ URC-ზე, რა თქმა უნდა, დამარცხებული გუნდი საბოლოო ჯამში არავის არ უყვარს და აქედან გამომდინარე ვსაუბრობდით იმაზეც, რომ საფრანგეთიდან ჩამოგვეყვანა მოთამაშეები. არ არის გამორიცხული, რომ ვფიქროთ რამდენიმე ლეგიონერზეც. და ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი ანგარიშგასაწევი გუნდი გვეყოლება, რაზეც სახელმწიფოს მხრიდან სრული ზაობა არ და მხარდაჭერა არის. ჩვენ რამოდენ დაახლოებით ერთი თვისი მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შეხვედრა სპორტის სამინისტროსთან, ბატონ პრემიერ-მინისტრთან. ამასთან დაკავშირებით და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს, რომ ჩვენ წინ და წინ წავიდეთ, ვიბრძოლოთ URC-ში მოხვედრისთვის და არა მხოლოდ ვიბრძოლოთ იქ მოხვედრისთვის, არამედ გავაძლიეროთ გუნდი იმ დონეზე, რომ რატომაც არა მოვიგოთ თამაშებიც. მინდა აღნიშნო ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი რაც იყო, ეს იყო პირველი გამარჯვებები Tier 1 ნაკრებ გუნდებთან და დავიწყეთ ბათუმით იტალიის წინააღმდეგ, რადგან სრულიად ახალი ფურცელი იყო ქართული რაგბისთვის. ეს იყო თავის საორგანიზაციო ნაწილით, ბათუმი მთელი კვირის განმავლობაში სახალხო ზეიმი მიდიოდა ქალაქში და უშუალოდ თამაში, სადაც სავსე ტრიბუნებით, გამაყრუებელი ყიჟინით, ქართულმა გულშემატკივარმა და ბოჭგალოსნებმა და რაგბის კავშირმა ერთობლივად შეუძლიათ ის, რომ დავამარცხეთ ისტორიაში პირველი Tier 1 ნაკრები გუნდი იტალიის სახით. რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა არა მხოლოდ აქ, არამედ სრულიად სარაგბო სამყარო საუბრობდა იმაზე, რომ ქართული რაგბი იმსახურებს გაცილებით მეტს. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, უელსთან გამარჯვებით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს შემთხვევით არ მოხდარა, როდესაც იტალია დავამარცხეთ. 18 წლამდე 6 ერის ფესტივალი, რომელიც ისტორიული იყო შარშან, წელს მეორედ მოგვეცა საშუალება და ბევრი მეტყვის, რომ ჩვენ დავმარცხლით სამ Tier 1 თამაში, იგივე იტალიასთან, ირლანდიასთან. თუმცა თავარი არის აქ. ამ ბავშვებს არ ქონდათ საშუალება მთელი წინაწლების განმავლობაში ეთამაშათ მაღალი რანგის თამაშები და მხოლოდ იყვნენ ესპანეთი, რუმინეთი, ჰოლანდია, რომლებსაც 80-0, 100-0 და ზოგჯერ მეტი ანგარიში და ზამარცხებდნენ. ამიტომ მათთვის არის ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როდესაც ისინი გადაინაცვლებენ 20 წლამდე ნაკრებში, მათ უკვე ექნებათ გამოცდილება მაღალი რანგის მეტოქეებთან თამაშის. ფაქტობრივად ეს ბავშვები უკვე გაიზრდებიან ისეთი ქვეყნის მოთამაშეებთან ერთად, როგორიც არის ზელანდია, აფრიკა და ასე შემდეგ, ისეთი უმნიშვნელოვანესი თამაშები ჩაატარეს, იგივე ტესტ თამაშები, რომელიც თბილისში უკვე რამდენი წელი არის იმართება 18 წლამდელებისთვის, 20 წლამდელებისთვის, ინგლისი ორჯერ დავამარცხეთ ისტორიულად. შესაბამისად ძალიან ბევრი არის სასაუბრო, ვფიქრობ, რომ
ძალიან ბევრი დრო დაჭირდება იმის შეჯამებას, თუ რა გაკეთდა ამ ბოლო 4 წელიწადში. 2023 წლის მსოფლიო 1000 ჩვენ და სამწუხაროდ ვიტყვით, რომ სპორტული შედეგი ციფრებში არ დამდგარა, თუმცა ეს ჩვენი სიტყვები არ არის, მსოფლიო რაგბი და სხვადასხვა ორგანიზაციები ცალსახად უსვამენ ხაზს იმას, რომ ხარისხი არის ძალიან გაზრდილი. ისე ახლოს ჩვენ მეტოქეებთან, ტიერეთ მეტოქეებთან, როგორც ვიყავით იგივე მსოფლიო 1000-ზე და მის გარეთაც ტესტ თამაშებზე, ქართული რაგბი პრინციპში არასდროს არ ყოფილა. ამიტომ უნდა აღინიშნო სპორტული ზრდა და სწორედ ეს თქვი, რომ საჭირო არის ცოტა გამართლება, ცოტა მეტი მონდომება ჩვენი მხრიდან, იმისთვის რომ 2027 წლის მსოფლიო 1000 იყოს ისტორიული. თუმცა შედეგებიდან გამომდინარე, ლევანმა აიღო პასუხისმგებლობა იმ კუთხით, რომ მან გადაწყვიტა დაეტოვებინა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა. ამ ყველაფრის მიუხედავად ვთვლი, რომ ლევანი დღეს ქართული რაგბისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობაზე არის დანიშნული, მაღალი მიღწევების დირექტორი არის და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სპორტული ვერტიკალი, რისი დაალაგება ჩვენ ყოველთვის გვინდოდა, დღეს მაქსიმალურად არის დაალაგებული ერთმანეთთან მასში და მუდმივი კომუნიკაცია. 18 წლამდელები, 20 წლამდელები, შავი ლომი, ეროვნული ნაკრები, ეს ბირთვი ფაქტობრივად შეიკრა და ამას ემატება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც წელს იანვრიდან დაიწყო, სახელმწიფოს დახმარებით ისევ და ისევ, ეს არის საკლუბო აკადემიები. 4 საკლუბო აკადემია, რომელიც შეიქმნა და მოემსახურება თავიდან ბოლომდე მაღალი მიღწევების განვითარებას სამომავლოდ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს 18 წლამდელებში უკვე მოსული ბავშვის ხარისხი, რომელსაც ექნება გავლილი სკოლა, რომელიც აუცილებელი არის, რომ მაღალი მიღწევებისთვის იბრძოლოს წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი დაწყებული არის კლუბებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათთვის ვინც საბავშვო რაგბის განვითარებაზე ზრუნავს დღეს, ერთგვარი წამახალისებელი რგოლი იქნება ეს ყველაფერი, უფრო მეტად დაიტვირთებიან ეს კლუბები ბავშვთა აღზრდით და შესაბამისად სხვისთვის იქნება ეს мотиваცია, რომ მსგავსი ნაბიჯებით გააგრძელონ კლუბის არსებობა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ლევანმა ძალიან დიდი როლი ითამაშა საბოლოოდ ამ ვერტიკალის ჩამოყალიბებაში, ძალიან კარგი როლი უკავია მას დღეს ქართულ რაგბიში. სხვა ნაწილი რაც არის, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის და უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, ბიუჯეტის ნაწილში რაც არის, 2021 წელს არსებული ბიუჯეტი და დღევანდელი ბიუჯეტი სადა დედამიწა არის ქართული რაგბისთვის. ესეც რა თქმა უნდა არ არის საკმარისი იმ დონეზე, როდესაც ქართული რაგბი იზრდება, ახალი ტესტ თამაშები, ახალი ტურნირები. ჩვენი ამ ტურნირებზე მონაწილეობა ძალიან კომპლექსური არის და რამოდენიმე მიმართულებაზე არის დამოკიდებული. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, სპორტული ხარისხი, რომ ჩვენმა გუნდებმა და ნაკრებებმა აჩვენონ მაღალი დონის თამაშები, მაღალი ხარისხი. შემდგომი არის საორგანიზაციო ნაწილი, ისეთი თამაშების ჩვენება, როგორც იყო ბათუმში, იტალია, თბილისში, PCR-ის თამაშები, ფიჯის თამაში და სხვადასხვა საორგანიზაციო ნაწილში, რომ სრულად ვაკმაყოფილებდეთ იმ მოთხოვნებს, რაც მან დააქვთ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ორი მიმართულება დაკმაყოფილებული არის. მესამე მიმართულება არის, რა თქმა უნდა, ქვეყანა, ლოჯისტიკა და ვფიქრობ, აქაც ძალიან კარგად ვართ, იგივე სასტუმროების დონე, ინფრასტრუქტურის დონე, ფრენების ნაწილი და ბოლოს არის, რა თქმა უნდა, გულშემატკივარი, რომელიც აუცილებელი არის რაგბის თამაშზე და მარკეტინგული მიმართულებები, რომ იყოს ერთობლივად დაბალანსებული, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მარკეტინგს და სპორტულ ხარისხს მოყავს გულშემატკივარი თამაშზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერის მიმართულებით საკმაოდ ნორმალურად ვართ და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ იგივე IPCR-მა კარი გაგვიხსნა, იგივე URC გვესაუბრება, იგივე 18 წლამდელების 6 იერში მონაწილეობა არ იყო ეს პატარა ამბავი, ძალიან რთული პროცესი იყო. ამას წინ უამრავი მოლაპარაკება უძღოდა, უამრავი შრომა, რომელშიც აი იმ თანამშრომლებმა, რომელიც კადრში არ ჩანან, ძალიან ბევრი ჩადეს ამ ყველაფრისთვის. აქედან გამომდინარე, გუნდურად ჩვენ შევძელით და მე დარწმუნებული ვარ, რომ გუნდურად ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ძალიან მალე მოგვეცემა საშუალება ვითამაშოთ ჯერ URC-ში და ასევე ძალიან მალე მოგვეცემა საშუალება, რომ ჩვენ კარი გაგვიღონ 20 წლამდელთა 6 ერთში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ქართული რაგბისთვის. აქედან გამომდინარე, რაგბის კავშირი, ფონდი ქართუ და სახელმწიფოს ერთობლივი დახმარებით და ძალიან გაგვიხარდება თუ ამაში კერძო ბიზნესი ძალიან აქტიურად იქნება ჩართული. შევძლებთ ჩვენ იმას, რომ ქართული რაგბიში ისტორიული გარდატეხები შევიტანოთ და სულ სხვა დონეზე გადავიდეთ ეგრეთ წოდებულ პირველი ეშელონის ნაკრებებში. ამ ყველაფრით მოვედით უკვე ახალ არჩევნებზე, რომელიც სულ რამოდენიმე დღეში ჩატარდება. ყავს ერთი კანდიდატი, ეს არის დავით კაჭარავა, ჩვენი ვეტერანი მორაგბე, ცენტურიონი.
რომელიც აქამდე სრულად იყო ჩართული მთელ ამ პროცესებში, ის იყო გამგეობის თავმჯდომარე და ის წარდგენილი არის 33 კლუბის მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სრული მხარდაჭერა აქვს ქართული რაგბის. აქედან გამომდინარე, 26 აპრილს გაიმართება ჰილტონში აღნიშნული ყრილობა, იქვე არჩეული იქნება გამგეობის 5 წევრი და ის 5 ადამიანი პლუს დამტკიცებული იქნება, რომელსაც წარადგენს უშუალოდ რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი. 26 აპრილს უკვე სრულად იქნება დაკომპლექტებული გამგეობაც. იქიდან გამომდინარე, მომავალ პროექტებს რაც შეეხება, ეს არის ისევ და ისევ URS-ის ჩვენი მონაწილეობა, 20-მდე 6 ირში ჩვენი მონაწილეობა, შიდა ჩემპიონატის გაძლიერება და იმ დაწყებული პროექტების ხორჩესხმა გულისხმობს საკლუბო აკადემიები და ბონუს სისტემები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებდა სიღრმისეულს გახდეს ქართულ რაგბის და რა თქმა უნდა, საჭირო ფინანსების მოძიება სპონსორების მხრიდან იმისთვის, რომ რაგბის კავშირის მიეცეს საშუალება თამამად მიიღოს მონაწილეობა ისეთ ამ დონის ტურნირებში, დადოს ის ხარისხი, რაც სჭირდება საომალო ჩვენს განვითარებას და ყველასთვის იყოს ერთგვარი სანდო პარტნიორი, რისთვისაც ჩვენ 4 წლის განმავლობაში ვიბრძოლეთ. პრინციპში ამ არჩევნებთან ერთად უნდა შევაჯეროთ, რა თქმა უნდა, ის განვლილი 4 წელი და სოსო ყოველთვის ამ გუნდის წევრად არჩება, გააგრძელებს ჩვენ დახმარებას იმ თავის გამოცდილებით, რაც მან გააკეთა ქართული რაგბისთვის ამ 4 წლის განმავლობაში. პრინციპში ბევრისთვის შეუძლებელი გააკეთა მან, იმიტომ რომ ბევრი ვისაუბრეთ სტრუქტურაზე, პრობლემებზე, ფინანსებზე, საერთაშორისო მიმართულებით არ ყავდა ფაქტობრივად პარტნიორები, არანაირი მედია, საერთაშორისო მედია. ნახეთ, ყველაფერი ერთად შეიკრა, არის მშვიდობა, არის კონტაქტები საერთაშორისო მიმართულებით, შიდა მიმართულებით, სტრუქტურა არსებობს, დავარცხნილი არის და ყველამ თავისი როლი იცის და ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო დიდი შედეგებისკენ წავიდეთ და არა იმ 20 და 21 წლის პრობლემებისკენ, რაც უკან დარჩა და ძალიან გაზრდილი არის ქართული რაგბი და ვფიქრობ ამ ყველაფრისთვის სოსოს მადლობა ეკუთვნის მთლიანად სარაგბო სამყაროსთვის, რაც მან გააკეთა. და მადლობაში რო ვამბობთ, არ ნიშნავს იმას, რომ სოსო სადმე უნდა წავიდეს, იმიტომ რომ მისი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართული რაგბისთვის და ის დარჩება ქართული რაგბისთან ერთად, იმისთვის რომ ჩვენ კიდევ ახალი გამოწვევების შევეჭიდოთ, თუნდაც საერთაშორისო მიმართულებებს. აქედან გამომდინარე, რომ როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი გუნდი აგრძელებს მუშაობას, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდი სრული შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას და ეს ყველაფერი გაგრძელდება დავით კაჭარავას ხელმძღვანელობით, რომელიც ვფიქრობ, რომ ახალ ფურცელს დაწერს ქართული რაგბისთვის, იქნება ბევრი შედეგები, სპორტული შედეგებიც, არასპორტული შედეგებიც და მთავარი არის, რომ ეს ყველაფერი გუნდურად გაგრძელდება.